მეგობრებო, უკვე რამდენი ხანია მიდის მშობლებს, პედაგოგებს შორის კამათი იმაზე, რომ საშინაო დავალება ეს ფენომენი რა არის? სასჯელია ბავშვისთვის, სტრესია თუ სკოლის აუცილებლობით გამოწვეული ეს აუცილებელი ატრიბუტი, რაც თანძდევს საერთოდ სწავლების პროცესს. ერთ გონია რომ ეს მართლა სტრესია, მეორე პოზიციისათვის ხო, ამის გარეშე ბავშვის აზროვნების განვითარება ყოველდღე შეუძლებელია. აი ამ თემაზე სასაუბროთ ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პედაგოგი ბატონი დაჩი ნანობაშვილი. მოგესალმებით ბატონი დაჩი. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა მობრძანებისათვის და დავიწყოთ ახლა თქვენი პოზიცია, გითხარით ამასთან დაკავშირებით. მართლა სტრესია ესა თუ პირდაპირ ეს ცალსახად რაიმეს თქვა ძნელია, იმიტომ რომ საშინაო დავალება შეიძლება ითქვას, რომ სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა დატვირთვას ატარებს და დოზაც სხვადასხვა უნდა იყოს და შინაარსიც. მე ძირითადად ვისაუბრებ ამ შემთხვევაში დაწყებით კლასებზე. დაწყებით კლასებში საშინაო დავალება არ უნდა გახდეს სტრესი, არ უნდა გახდეს სასჯელი. ის რომ ჩვენ სამწუხაროდ ვაჩვევთ ბავშვს იმას, რომ შეცდომა არ უნდა დაუშვას. ყველაფერი სწორად უნდა ეწეროს, ყველაფერი უნდა ეწეროს. მშობელიც და შეიძლება მასწავლებელიც წოდავს ხო ამაში, იმიტომ რომ ის თხოვს ამას. და შენიშვნებს აძლევს. მშობელს ბუნებრივია რომ გონია რომ ყველაფერი თუ კარგად ექნება და მეტიც თუ ექნება დაწერილი და თვითონ თუ გადაწყვეტს რომ დაამატოს კიდევ იქ რამე და ამეცადინოს, იმიტომ რომ ჩათვალა რომ ეს ძალიან ცოტაა. ან პირიქით ზოგჯერ თვლიან რომ ბევრია. მოკლედ დოზირება ყოველთვის მნიშვნელოვანია და ამავე დროს ინფორმირება მშობლის. თუ რა არის ეს, როგორც თქვენ ბრძანეთ, რა არის ეს საშინაო დავალება, რისთვის არის? რა თქმა უნდა, საშინაო დავალება ჩვენ რო შევხედოთ, აუცილებელი კომპონენტია, იმიტომ რომ აი როგორ ხდება ცოდნის ფორმირება, ხო, ბავშვი მივიდა სკოლაში, მოისმინა რაღაც ახალი გაიგო. იქვე სცადა, შეეშალა, მიიღო მითითება, ჩაასწორა, მაგრამ მე უნდა დარჩეს თავის თავთან მარტო და ანალოგიურ პრობლემაზე, მაგალითად მათემატიკაზე ვისაუბრებ ამ შემთხვევაში, ანალოგიურ პრობლემაზე, უფრო მარტივზე ან უფრო რთულზე სახში თავად იწყებს ფიქრს. ოღონდ ნახეთ, ფიქრს იწყებს თავის ვერსიას წერს და არა ის რომ პირველ კლასელს, მეორე კლასელს დაუჯდეს დედა გვერდით და ყველა შეცდომაზე ამოახევინოს ფურცელი და თავიდან აწერინოს. ეს რა თქმა უნდა სტრესი აზრების საშუალება. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ბავშვებს ის ვასწავლოთ, რომ შეცდომის დაშვებაც შეიძლება. მე რაღაცას თუ ვერ გავიგებ, ესეც ნორმალურია და რომ მივიდე და ვიკითხო, რომ არ გამოვიდა, ან მე ასე ვფიქრობ და რასაც მე ვფიქრობ ის შეიძლება არ იყოს სწორი, ხო? თუ ასე გავზრდით ბავშვს, მაშინ ზედა კლასებში აღარ იქნება პრობლემა. იმიტომ რომ ზედა კლასებში მათემატიკაში ყოველ შემთხვევაში ფაქტობრივად აი როგორ გინდათ რომ შეუმოწმოთ ChatGPT-ს გამოიყენებს და ყველა იყენებს უკვე ზედა კლასებში და ის მთელ გზას ეტყვის როგორ იხსნება და რატო იხსნება და რა მოქმედებას რატო აკეთებს. ეს მისი ნაფიქრი არის და უქნათ. აი მაგალითად თუ ყველაფერი ChatGPT-ს საშუალებით მოამზადა, ხო? აი როგორ უნდა გავაკეთოთ? ზუსტად ამას ვამბობ, ჩვენ პირველი კლასიდან და არა მეხუთედან და მეექვსედან სადაც ნიშნების წერას ვიწყებთ. პირველი კლასიდან უნდა დავიწყოთ საშინაო დავალების შინაარსის სწორად გაგება. მშობლისთვის, ბავშვისთვის. სამწუხაროდ ზოგ შემთხვევაში მასწავლებლისთვისაც. რა არის ეს საშინაო დავალება და რისთვის არის? როგორ უნდა მოვახერხოთ ეს, ხო? რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ საშინაო დავალებას თავისი ფასი კონდეს და არა თავისი ხიბლი გართულებას რა თქმა უნდა და არც ის უნდა იყოს პრობლემა, რომ აღარც არის მეტნაკლებად ეს ნიშნებში აღარ აისახება ზედა კლასებში და კარგია, რომ არ მაქვს დავალება, მივიღე ერთი ორი ქულა და მორჩა მე იმას ვეღარ ვასწორებ, ხო? შესაძლებელია მე ნაწილი მქონდეს დავალების ზედა კლასებში ვამბობ, ხო? დაბალ კლასში შეიძლება საერთოდ არ მქონდეს დავალება, იმიტომ რომ ბევრი იყოს, დრო არ დამრჩეს. დაბალი კლასები არ არის ის პრობლემა, რომ მე ერთხელ დავალება ვერ მოვამზადე და ამითი ჩამორჩებია, მშობლებს აქვთ ამისი შიში, რომ ჩამორჩება, ვეღარ დაეწევა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში მშობლები უფრო ხო არ აშინებენ ბავშვებს არ მინდა რომ ყველაფერი მშობლებს შესრულება არ შესრულების მიმართულებით. არ მინდა რომ ყველაფერი მშობლებს გადავაბრალო, თუმცა ნახეთ რასთან გვაქვს საქმე, ესეთი მაგალითი მინდა მოვიყვანო. ექიმთან რო ბავშვს მივიყვანთ, რომელსაც სიცხე აქვს და ექიმი დანიშნულებას მოგცემს, უბრალოდ წამლებს ჩამოგვიწერს. აი რომელიმე მშობელი სახში
დაждდება და ასე იზავს, რომ ოი ეს ვარდისფერი წამალი ეს მოეწონება, მოდი 2 ცალს დავალევინებ. აი ეს სიცხის დამწევია, მოდი ამას ხო აი ან ვიტამინია და ეს ვიტამინი კარგი იქნება, ხო ვიტამინი ცუდი ხო არ იქნება, მოდი 5-5 დავალევინებ. ასე თვითნებურად ხო არ მიიღებს. ნუ თუ დარგი სპეციალისტი არ არის, ხო? ის ხომ აუცილებლად დანიშნულებას გაყვება. აი ეს ხომ გაუგებარია ხო ყოველად რომ მშობელ ასე არ მოიქცევა. აი ჩემთვისაც გაუგებარია, რატომ უნდა მაგალითად მშობელს მოუნდეს სკოლამდელი ბავშვი დასვას და ასწავლოს წერა, კითხვა, ამეცადინოს და აი დატანჯოს ასე ვთქვათ. მაგრამ ესეც ინდივიდუალურია, შესაძლებელია, ხო? ბავშვმა თუ თვითონ გამოავლია, ეს სხვა საქმეა. ეს სხვა ამბავია. ამაზე შეიძლება მიმართულება მივცეთ, ან პირიქით ვეცადოთ სხვა ინტერესები გაუჩინოთ სამყაროში, ბევრი სხვა საინტერესოა ვიდრე ის რაც სკოლაში უნდა ისწავლოს და წინასწარ ვასწავლოთ. ან პირველ კლასელს, მეორე კლასელს ჩვენ თვითონ რატომ უნდა გადავწყვიტოთ, რომ აი მოდი ახლა ჩვენ უფრო მეც ვასწავლით, მე ის თავს გამოიჩენს სკოლაში მივა და ისეთი რაღაც მივცეთ გასაკეთებლად, ხო? ისეთი დოზით თან. დასაკითხი იქნება ეს თუ დასაწერი თუ გამოსათვლელი არ აქვს მნიშვნელობა. დოზირება იმდენად გავუწევთ, თავისუფალი დრო არ დაუტოვოთ. მე ვფიქრობ, რომ ეს თვითონ მშობლების პრობლემაა ერთგვარი, იმიტომ რომ ჩვენ დროს დაუშვათ სწავლის პროცესი სულ სხვანაირი იყო. ეხლა აბსოლუტურად შეცვლილია. მე რო უყურებ ჩემი შვილები როგორ მეცადინეობენ, ჩემ მეცადინეობასთან აბსოლუტურად საერთო არაფერი არ აქვს ამას და აქედან გამომდინარე შეიძლება მე მგონია რომ ისინი აკლებენ. ამიტომ თუმცა კი ყოფილა ესეთი შემთხვევები, როცა მე სკოლაში მივსვარ და მე მithქვავს რომ სახლში საერთოდ არ მეცადინეობენ და მასწავლებელი მეუბნება რომ ეს ნორმალურია, იმიტომ რომ ჩვენ სკოლაში რა საუბარი? ესე სადღაც მე-6 მე-7 კლასში იყო ეს, ახლა აღარ უკვე, მაგრამ მეორე საფეხურიდან უკვე ვეღარ ვიტყვით რომ ასე ზერელეთ უნდა მიუდგეთ საშინაო დავალებას. ზედა მეორე საფეხურიდან უკვე მე-7 მე-8 კლასიდან იქ სახლში მუშაობა მათემატიკის კუთხით ყოველ შემთხვევაში ასეა. თუ სახლში არ ვიმუშავე, ხო ძალიან გამიჭირდება მხოლოდ სკოლიდან წამოვიღო. მე უფრო დაწყებით კლასებზე ვსაუბრობ, სადაც მეტი თავისუფლება უნდა მივცეთ ბავშვს და რაც მთავარია მას დავანახოთ საშინაო დავალების მნიშვნელობა. მე რომ მივედი სკოლაში მოსწავლე და იქ ჩემს ნამუშევარზე უკავშირი მივიღე დადებითი, ყველა შემთხვევაში დადებითი, ხო? ან თუ არ მქონდა დავალება და ჩემი მოსწავლეები აკეთებენ ხოლმე, როდესაც განხილვას ვიწყებთ და იქ მასწავლებელი შეაქებს მოსწავლე, იქვე იწყებენ წერას. ამ შემთხვევაშიც თავზე კი არ უნდა დავადგეთ და შენიშვნები კი არ უნდა დავაყაროთ, რომ აი, რო არ გიწერია, ხედავ რა დაგემა. არა, შეიძლება ეს შენიშვნა შევფუთოთ რაღაც, აი შენ როცა დავალება გაქვს რა კარგად ერთვები ხოლმე და აი ასეთი რაღაცით, აი მოტივაცია. როგორ მივაწვით ამას? როგორ შევაქებ დანარჩენებს? მას კი არ მივცებ შენიშვნას. სხვას როგორ შევაქებ? რომ მან თქვას რომ აუ დამეწერა რა ეს დავალ, გამეკეთებინა რა ეს დავალება. ხო, დაწყებით კლასებში ის ნაკლები პრობლემა რომ გადავიწერე, არა. ისინი უფრო თვითონ ცდილობენ გააკეთონ და პირიქით, სულ რო სხვას სწორი კონდეს და თვითონ არასწორი არ უჯერებს და ამბობს რომ მე ვარ მართალი. ეს პრობლემა ქვევით არ არის, ეს მერე ჩდება ეს პრობლემები. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ინფორმირება მშობლის ძალიან მნიშვნელოვანია მასწავლებლის მხრიდან. როგორ იმუშაოს თავის შვილთან. ეჯდეს სულ ასე გვერდით? არც ეს არის საჭირო. რა თქმა უნდა. ყველა ესეც სტრესია. და მე მგონი ისიც რომ აი ბავშვი დაღლილი რომ მოდის აი ამდენი მეცადინების სკოლიდან დასტრესილი იქ ხო მარტო მეცადინება ხო არ არის სკოლაში ხო თვითონ მკვიდრება და ძალიან ბევრი ესე ვთქვათ სინთეზური ამბავია მაგრამ თუ შეიძლება რომ აი შეჯამების სახით ეხლა რა თქმა უნდა კლასი არის ერთგვარი მიკროსოციუმი, ხო? თქვენი აზრით აი რჩევა თუ შეიძლება როგორი მიდგომები და წესები უნდა არსებობდეს? კი, ფაქტობრივად მთელი ამ ინტერვიუს განმავლობაში დაახლოებით რაღაცა ისეთი მცირე რჩევები მოგვეცით და მონახაზები, მაგრამ აი თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ეს როგორ მივუდგეთ ამ საქმეს ამ მიკროსოციუმში? კი ბატონო, წეღანაც ვახსენებ, ეს პროცესი, რომელიც სკოლაში მიმდინარეობს, არ უნდა იყოს მომხაცველი, არ უნდა იყოს დამთრგუნველი, არ უნდა იყოს შეურაცხყოფელი, უნდა ვასწავლოთ ბავშვებს, რომ აზრის გამოთქმა, სხვისი მოსმენა, სხვისი აზრის გათვალისწინება, შეცდომის დაშვება, ეს არ არის პრობლემა. ჩვენ თუ ამაზე რეაგირებთ ძალიან ცუდად, ხომ, ბავშვიც ავტომატ ჩვენ ყველაფერს მერე ვაბრალებთ ბავშვს. არა, ჩვენ თუ რეაგირებთ, მშობელი და მასწავლებელი არასწორად მის შეცდომაზე, მის გამოთქმულ აზრზე, მის დაფიქსირებულ რაღაც პოზიციაზე, მაშინ ჩვენ მას ვხდით ასეთს. მაშინ ჩვენ
ვაჯავრებთ აი ამ პროცესს. იმიტომ რომ სკოლაში აღარ უნდა მას მისვლა, იმიტომ რომ სულ შეცდომები, სულ მითითება, სულ საყვედური ხო, რაღაცა ერთგვარი. აი ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ის გარემო, სადაც ის არის, ეს მისთვის იყო სასიამოვნო. იქ იყო ის მართლა ცოდნას იღებდეს, მას არ ერიდებოდეს თავისი აზრის გამოთქმა, კი. ეს არის ძალიან მეგობრებო, ძალიან დიდი მადლობა ბატონო დაჩი, მე ვისურვებდი რომ თქვენაირი პედაგოგები უმრავლოდ საქართველოს ამ პანდემიის პერიოდში მე ერთ-ერთი უერთგულესი მაყურებელი ვიყავი ტელესკოლის, სადაც ბატონ ბაჩის ვტკბებოდი მისი გაკვეთილებით, სვანძიკასი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა ვისაუბრეთ სკოლა, საშინაო დავალება და ბავშვი. დიდი მადლობა, ჩვენ ალბათ კიდევ მოგვიწევს ასეთ საკითხებზე შევატყობთ. ჩვენი სტუმარი იყო დაჩი დანობაშვილი. დიდი მადლობა.